მნიშვნელოვანია და არის გზამკვლევი მომხმარებლისთვის ეტიკეტის ცოდნა და ეტიკეტის კითხვა. არ უნდა მოვიხიბლოთ ფერადი ეტიკეტით და სახელწოდებით იქ რომ ნატურალური 100%-იანი თუ არ ვიცით რა არის ეს. წვენებიც თავის კატეგორიების მიხედვით იყოფა შემდეგნაირად. წვენი არის ასე ვთქვათ ესეთი პროდუქტი, რომელიც ხილისგან არის დამზადებული წყლის შერევის გარეშე. ანუ შეიძლება ეს იყოს კონცენტრატისგან აღდგენილი, მაგრამ იმ კონდიციამდე, რომელიც ამ კონკრეტულ ხილს ეკუთვნის. არსებობს აგრეთვე პროდუქტი, რომელსაც ქვია ნექტარი. ამ პროდუქტში უკვე კანონმდებლობით შეიძლება რომ დავამატოთ წყალი. შეიძლება შევიტანოთ შაქარიც და ეს პროდუქტი უკვე ითვლება, რომ ის არ არის წვენი, არის ნექტარი. არის კიდე სხვა პროდუქტები კანონმდებლობით შესაბამისი, ასე ვთქვათ, კატეგორიების, ამიტომ ჩვენ ყველა შემთხვევაში ვკითხულობთ ეტიკეტს. თუ პროდუქტს აწერია დიდი ასოებით წვენი და შემადგენლობაში შედის წყალი, ვიცოდეთ, რომ ეს არ არის წვენი, თუ გვინდა რომ წვენი მივირთოთ. და ესე, თუ ვთქვათ, პროდუქტს აწერია 100%-იანი, ამ შემთხვევაში მწარმოებელს არ აქვს უფლება, რომ შაქარიც კი შეიტანოს ამ წვენში. ანუ ის უნდა იყოს 100% წვენისგან შემდგარი, ანუ გამოწვეული წვენისგან შემდგარი. პროდუქტს აწერია 100%-იანი ხილის წვენი, ამ შემთხვევაში ჩვენ შვიდად შეგვიძლია მივირთვოთ ის და ჩავთვალოთ, რომ ის არის 100% ნატურალურ თუმცა აი ზურამ კარგად თქვა, რომ ნუვენდობით აი ამ ფერად წარწერებს. წავიკითხოთ შემადგენლობა. ანუ მწარმოებელს აქვს ასე ვთქვათ ვალდებულება, რომ დაიტანოს ინგრედიენტების ჩამონათვალი. ის აუცილებლად დააწერს ინგრედიენტების ჩამონათვალში თუ შედის წყალიც მათ შორის წვენთან ერთად. ამიტომ ეს უკვე კატეგორია ნექტარია და ამას არ უნდა ვენდოთ. აი შესაძლებელია რომ ესეთი რაღაც იყოს. აი მე მაგალითად შევხვედრი ამ 100%-იანი აწერია დიდი ასოებით და შემდეგ პატარა ასოებით ქვემოთ გამაგრილებელი სასმელი. ან 100%-იანი ქართული, ან 100%-იანი რაღაც. საინტერესო ესენი აქვს ხოლმე. აი ეს 100% უკვე მიზიდულობის თვალსაზრისით ჩვენ გონია რომ თუ ეს რაღაც ფორმაშია ესეთი ხილია ხატია და ნუ და გეგონოს რომ წვენია და სინამდვილეში არის წყალთან შეერთებული. თუმცა ესეც შეიძლება რომ გაკეთდეს თუ მას კატეგორია ნექტარს დავარქმევთ. ამიტომ ეს უნდა ძალიან კარგად გავიაზროთ. აგრეთვე უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს კიდე ნექტარის გარდა სხვა კატეგორია, რომელშიც შეიძლება რომ წყალი უფრო მეტი რაოდენობით დავამატოთ. ხილის სასმელი მაგალითად, მასში უკვე შეიძლება სხვადასხვა ინგრედიენტებით შევიტანოთ, არომატიზატორიც მათ შორის შეიძლება, თუმცა ეს უკვე ხილის სასმელია და არა ნექტარიც კი არ არის. ანუ ნექტარი არ არის, უკვე ხილის სასმელია, სხვა კატეგორია. ამიტომ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, რომ შეიძლება წყალი იყოს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ზავდება, ასე ვთქვათ, ხილის წვენთან ერთად. მაგრამ კიდევ არის ვთქვათ ისეთი კომპონენტები, რომელიც არც თუ ისე სასურველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და აი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ზუსტად აი ეტიკეტის ამოკითხვის დროს. ანუ რა თქმა უნდა ჩვენ თუ გვინდა რომ წვენი იყოს ნატურალური, ის უნდა იყოს მინის კილოში და ის უნდა იყოს სტერილიზებული ან პასტერიზებული. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი ინახება, ვთქვათ, სხვადასხვა ტარაში, რომელიც არ შეიძლება რომ იყოს ან პასტერიზებული, ან ცხელ ტემპერატურულ დამუშავებას ვერ ექვემდებარება, იმაში არის ხოლმე გამოყენებული კონსერვანტები. ანუ თუ ჩვენ აუცილებლად გვინდა რომ მივიღოთ ესეთი პროდუქტი, რომელშიც კონკრეტულად წვენი იქნება, შევეცადოთ რომ ვიყიდოთ მაშინ მინის კილოში, რომელშიც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე სტერილიზებული, ტემპერატურით დამუშავებული და ამიტომ, როდესაც ტემპერატურით მუშავდება, მას კონსერვანტი უკვე აღარ ჭირდება ხოლმე სტაბილურობისთვის, რომ მიკრობიოლოგიური მდგრადობა ქონდეს. ამიტომ მივირთვოთ მინის ტარაში. კიდევ ერთი საკითხი. მე წამიკითხავს ასევე მინის ტარაზე, რომ შაქრის გარეშე. მაგრამ გასინჯვის შემდეგ შაქრის გარეშე კი არა, იმაზე ბევრად ტკბილია, ვიდრე შეიძლება დაშაქრული იყოს. აი ეგ რასთან გვაქვს შაქრის გარეშე არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად არ იქნება შაქარი. პირველ რიგში ხილს თავისი შაქრიანობა ხო აქვს? აქვს, ასე ვთქვათ, თვითონ რომ მივირთმევთ ხილს, თავისი ბუნებრივი შაქრები ხო აქვს. ამიტომ ეს შაქრის გარეშე ვერ იქნება, მაგრამ თუ მწარმოებელი იძახის, რომ შაქრის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ შაქარს არ უმატებს დამატებით. ნუ
შესაძლებელია ინგრედიენტების ჩამონათვალს ისე ვკითხულობთ, ნახავთ თუ არ არის მასში შაქარი დამატებული, ხო დავწმუნდით, რომ შაქრის გარეშეა, მაგრამ შეიძლება იყოს დამატკბობელი დამატებული, რომელიც ამ შეგრძნებას სითქმოს, ასე ვთქვათ, გვაძლევს, ხო, გემონური რეცეპტორები ჩვენი აღიქვავენ როგორც დამატებული სითქმა. ამიტომ ჩვენი არჩევანია, ჩვენ თუ გვინდა რომ მივირთვათ ასე ვთქვათ, შაქრის შემცვლელით, ისიც უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი, რომ რას ვყიდულობთ, წავიკითხოთ, გავნათლდეთ, თვითონ ეტიკეტი არის დეკლარირებული მწარმოებლების მხრიდან და როგორი წვენის გვინდა რომ მივირთვათ, ისეთი უნდა დავლიოთ. ეხლა ნახეთ, კიდევ ერთი ძალიან მძიმე კატეგორია, რომელიც არის პირდაპირ გამოწვეული წვენები, რომელიც შეიძლება იყიდებოდეს ქუჩაში, შეიძლება იყიდებოდეს ბარში, გვხდება ხშირად, ხო? და საკმაოდ ისეთი სასიამოვნო მოთხოვნადია და სასარგებლოც. რო არ დავმალო, სულ განცდა მიჩნდება, რომ ამ შემთხვევაში ვიღებ მართლაც ნატურალურ ახლად გამოწვეული წვენით, სხვადასხვა ყველა საჭირო ვიყავ. გეთანხმებით, თუ ეს არის ჰიგიენურად სწორ პირობებში დამზადებული. შეიძლება ხილი იყოს, რა თქმა უნდა, ნატურალური, ჩვენ თვალწინეს ყველაფერი გამოიპრესოს და აღმოჩნდეს ჭიქაში, მაგრამ დავაკვირდეთ გარემოებას, რა ხდება, სად ვართ, თუ ეს ქუჩაში ვართ, თუ ეს ხილი არაჰიგიენურ პირობებში ინახება, თუ ჭურჭელი რაშიც უნდა ჩაგვისხან, ისიც ჭუჭყიანია, თუ იქ სადაც ეს კეთდება, ხელის დაბანის საშუალებაც არ არის ადამიანმა, მთელი დღის განმავლობაში დგას, წურავს ამ წვენს და ეს ხილიც იკუდევს, ხო, ანუ შესაბამისად ის მიკროორგანიზმები, ის პათოგენური მიკროორგანიზმები, ქუჩის მტვერი, გამონაბოლქვი მანქანის, ყველაფერი შეიძლება იყოს აი ერთობლივად აი ამ პროდუქტში მოთავსებული და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რამდენად სასარგებლო იქნება მაშინ ჩვენთვის ეს წვენი. ნუ, რა თქმა უნდა, არ უნდა მივირთვათ არაჰიგიენურ პირობებში მორწმეული ესეთი პროდუქტი. ეს თუ იქნება შეიძლება რომ თვითონ იგივე ხილი და ეს პროდუქტი უბრალოდ გარეცხილიც არ იყოს, ხო, ამ შემთხვევაში გარეცხილი იყოს და უნდა დავაკვირდეთ აგრეთვე ხომ არ არის დაზიანებული, ხომ არ არის თქვათ იქ პროცესები წასული. ბევრ რამეს უნდა მივაქცევოთ და გავითვალისწინოთ. მესმის რომ ცოტა ისეთი სენსიტიური თემაა ბევრი ადამიანისთვის, ვინც ამით შოულობს პურის ფულს და ცხოვრობს კიდევაც, თუმცა ძალიან რთულია ამ დროს ადამიანის კეთილსინდისიერებაზე იყო მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული. სიტყვა ნატურალური. ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალიან ბოროტად არის ხოლმე გამოყენებული ეს მართლაც ძალიან კარგი სიტყვა. როგორ უყვართ სამ თუ იმ კომპანიებს, კი? ნებისმიერ პროდუქტზე შეგვიძლია შევხვდეთ ნატურალურს და ნატურალურის ქვემოთ შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვა განმარტება შემდეგ მოცემული. ისე კანონმდებლობა არ არეგულირებს ამ ნაწილს, რომ თქვათ თუ მომხმარებელს აწვდიან სიტყვა ნატურალურს მართლაც ამხელა შრიფტით, ხო, არ არის თქვათ ეს პასუხისმგებლობა არის შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობით ისჯება და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ითვლება თუ ნატურალური არ არის. ნატურალურს თავისი განმარტება აქვს, ანუ უნდა იყოს ასე ვთქვათ 85%-ზე უფრო მეტი ძირითადი შემადგენელი ვთქვათ რაც არის აი ამ პროდუქტის აზრი, რასაც მივირთმევთ რა, ის უნდა იყოს პროცენტულადაც იმაზე მეტი უნდა იყოს, რაც შეიძლება წარმოდგენილი აქვს თვითონ მწარმოებელს ეტიკეტზე. ამიტომ შეზღუდვა არის არა მარტო ნატურალურის, არამედ გამაჯანსაღებელი, რაღაც ისეთი ზე აღმატებულ კატეგორიაში აყვანილი სიტყვების, რომ რაღაც ჯადოსნური ზემოქმედებით და ჯანმრთელობაზე მოქმედებს დადებითად და ასე შემდეგ. ტერმინების სიტყვების გამოყენებაც აკრძალულია, თუ მას არ აქვს საფუძველი, თუ მას არ აქვს მეცნიერული დადასტურებული რაღაც დოკუმენტი, დასკვნა, რომ ეს ნამდვილად ესეა. სხვა შემთხვევაში ნატურალურის დაწერა არ არის და ჩვენ შეიძლება მოვუტყუდეთ თუნდაც აი ამ 100%-ით ამ ნატურალური და მივირთვათ აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტი. მწარმოებელს არ აქვს დატანა უფლება ასეთი ტერმინების და ამიტომ ჩვენ იმ ტერმინის უკან დიდი ასოებით რაც წერია, მაინც ვურჩევ რომ წაიკითხოს ეტიკეტი, წაიკითხოს ინგრედიენტების ჩამონათვალი და რა თქმა უნდა პირობები, ჰიგიენა, სადაც არის ეს განლაგებული. თავარი არის რომ გავეცნოთ მიუხედავად ამ დიდი ასოებისა და მომხიბვლელი, ვთქვათ, გარეგნობისა, ხო, მაინც დავაკვირდეთ რა არის დატანებული რეალურად იმ თუნდაც სრულ შრიფტში. მაგრამ აუცილებლად უნდა კითხო ეკა კიდევ ერთ წარწერაზე კონსერვატების გარეთ.
გარეშე. ამ შემთხვევაში რასთან შეიძლება ვთქვათ გქონდეს საქმე? შეიძლება ამართლებს თუ არა ყოველთვის ეს სახელი იმ შემადგენლობას შეტანილია ესეც რა თქმა უნდა კეთილსინდისიერებაზეა ასე ვთქვათ წარმოებლის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად კეთილსინდისიერია შეიძლება დაატანოს კიდეც რომ კონსერვანტების გარეშეა და იყოს ეს უკვე ფალსიფიკაცია თითლება და სხვა კატეგორიაში გადის თუმცა ჩვენ თუ დავინახოთ რომ კონსერვანტების გარეშეა წარწერას და შეიძლება ინგრედიენტებშიც არ იყოს ეს ვთქვათ მოცემული ეს სხვადასხვა კონსერვანტი მაინც ვიზრუნოთ იმაზე, რომ სწორ პირობებში შევინახოთ ესეთი პროდუქტი, არ გვეგონოს, რომ ეს რაღაც ჯადოსნურია და ამიტომ წავეკითხოთ ვადა, წავეკითხოთ ტემპერატურული პირობების სახში ზუსტად იმ პირობებში შევინახოთ ესეთი პროდუქტი. სხვა დანარჩენი ხო ერთადერთი შეიძლება მეცნიერულად ლაბორატორიული გზით აღმოჩნდეს, რომ ამ პროდუქტში დამატებულია კონსერვანტი თუ არ არის დამატებული. თვალით ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერ შევამჩნევთ და ვერ გავიგებთ. ეს აღმოჩენა ძალიან რთული იქნება. კი ბატონო და გადავინაცვლოთ ახლა პრინციპში ყველა იმ პროდუქტზე ვსაუბრობთ, რომელიც ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მეტად მოხმარებადია და თან განსაკუთრებით ყურადსაღები და საფრთხილოა ეს პროდუქტები, იმიტომ რომ ეს ის ჩამონათვალე, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ და მათ შორის ერთ-ერთი არის ასევე ნაყინი. არა მხოლოდ ბავშვებს, უფროსებსაც ზაფხულის მოსვლასთან ერთად, რაღაც თითქოს ნაყინთან ერთად მოდის ხოლმე ზაფხული. და ყველაზე ბევრი ეს პროდუქტი სწორედ ამ წლის ამ სეზონზე იყიდება. თუმცა ამ პროდუქტთანაც დაკავშირებითაც არსებობს ძალიან ბევრი კითხვა. იგივე ეტიკეტთან დაკავშირებით, იგივე შემადგენლობასთან დაკავშირებით, რა შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ ნაყინად რძის პროდუქტით დაკეთებულ და დამზადებულ ნაყინად. მოდით ამით დავიწყოთ და შემდეგ უკვე მისი შენახვის პირობებიც ძალიან საინტერესოა. ისევ გადავედით ჩვენ გზამკვლევთან, ანუ ეტიკეტთან. დეკლარირებული ეტიკეტი უნდა წავიკითხოთ, თუ ამ პროდუქტში არის შეტანილი მცენარეული ცხიმი, უნდა მივხვდეთ, რომ ეს იქნება ან მარგარინი, ან სხვა ვთქვათ საკონდიტრო ცხიმები და განა ამ პროდუქტის ვთქვათ ამაში შეტანა არ შეიძლება. უბრალოდ ჩვენ ვიცოდეთ, რას მივირთმევთ, ხო, როგორ პროდუქტს ასე ვთქვათ ვაჭმოთ ჩვენ შულს. უკეთესია რომ ეს იყოს ვთქვათ ნედლ რძეზე ან აღდგენილ რძეზე დამზადებული ეტიკეტზე უნდა წავიკითხოთ და აუცილებლად შევხედოთ იმ პირობებს, როგორ პირობებში ინახება მაცივარში, მაღაზიაში ან სალაჭარგულია, ვთქვათ ეს ისედაც გასაგებია, თუ გამღვალია და ხელმეორედ რაღაც რა თქმა უნდა დეფორმირებულია, ეს ხოლმე სწორედ აი ფორმირებული ნაყინი. შესაძლოა ტრანსპორტირების პირობები იყო დარღვეული, შესაძლოა თქვა თვითონ მაღაზიაში იყო არასწორად. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ თუ მაცივარში არის ყინულები, თქვათ ესეც არ არის ნორმალური, უნდა იყოს შესაბამისი პირობები, იმიტომ რომ თვითონ ყინულიც არ უქმნის სათანადო პირობებს და ის -18 გრადუსი, რომელიც აწერია ეტიკეტზე, ისიც შეიძლება არ იყოს უზრუნველყოფილი და შესაბამისად შედახვის ვადა ამ შემთხვევაში მცირდება ხოლმე. ანუ მაცივრის მდგომარეობას ჰიგიენურ მდგომარეობასაც მივაქციოთ ხოლმე ყურადღება, როგორ პირობებში ინახება და რა თქმა უნდა ხო ტემპერატურული რეჟიმები თუ შეიძლება სადმე დავინახოთ და შევხედოთ რამდენ გრადუსია, კარგი იქნება, მაგრამ თუ არა არ ვენდოთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც ვადა ექნება გასული. ხშირ შემთხვევაში ფასდაკლებებშია ხოლმე ესეთი პროდუქტები მოცემული, წავიკითხოთ ვადა, არ შეგვეშალოს, არ მიუტანოთ ჩვენ შვილებს ესეთი მიმზიდველი არ აღმოჩნდეს ისე რომ არ მივაქციოთ ყურადღება. მაინც მივაქციოთ ყურადღება და ვიყოთ უფრო მეტად სწავლულები და ვიმუშაოთ ჩვენ თავზე წავიკითხოთ. წარმოებელს აგრეთვე აქვს შეზღუდვა შრიფტთან დაკავშირებით. წეგან ვამბობთ ზუსტად ამაზე, რომ შეიძლება იყოს ძალიან წვრილი შრიფტი, მაგრამ ის შრიფტი თუ 1.2 მილიმეტრზე უფრო ნაკლებია, რაც აბსოლუტური კატეგორიულად აკრძალულია, ეს იქნება ისევ დასჯადი და ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ ცხელ ხაზზეც, რომელზეც ვთქვათ მივუთითოთ ამ წარმოებელს, რომ არასწორი ეტიკეტირება აქვს და აბსოლუტურად არაკითხვადია ესეთი ეტიკეტი. ამიტომ ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება, გავიზარდოთ აი ამ ეტიკეტის კითხვაში. და იცი რა, ჩვენ როდესაც გავიზრდებით და გვექნება ასე ვთქვათ ცოდნა ამ მიმართულებით, შემდეგ თუ არ ვცდები კომპანიებსაც მოუწევთ, რომ მეტად ყურადღებით და მონდომებულები ბოლო წლებში სხვათა შორის სტანდარტები შემოგთავაზონ თუნდაც. ამ კუთხით ცნობიერება ბევრად გაზრდილია ბოლო წლებში და მათ შორის ბევრი სოციალური ჯგუფი ამას კიდევ ხელს უწყობს ხოლმე და ძალიან კარგი ეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ჩვენ ერთმანეთს ვზრდით რეალურად. კი ბატონო, ეკა ნაყინებზე ვისაუბრეთ.
ვისაუბრეთ, ახლად გამოწვეულ წვენებზეც ვისაუბრეთ და არა მხოლოდ ხაჭო და ხაჭოს დესერტები, ხაჭოს მოჭიქული. კი, ესეც არის მალფუჭებადი პროდუქტი, კი ბატონო და აქაც გარკვეული სიფრთხილე გვმართებს განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ სეზონზე. ხშირად გვიყვარს ხოლმე რომ შევიძენთ აი ამ ხაჭოს მაცივრიდან ავიღებთ მაღაზიაში და ჩავიდებთ ჩანთაში და დავატარებთ ახლა მთელი დღეში და გონია რომ ახლა ამ პირობებში ჩანთაში ისეთი იდეალური პირობა აქვს, სადაც კარგად შეინახება. არა. ანუ ის პროდუქტები, რომელსაც ქვია მალფუჭებადი, ისეთი პროდუქტებია, რომელიც ყოველი 20 წუთის შემდეგ მეცნიერულად არის ესე დასაბუთებული მიკროორგანიზმების რაოდენობა ამ პროდუქტებში იზრდება. ანუ თქვენ ჩათვალეთ რომ მე თუ ეს 1 საათზე უფრო მეტი ვატარე ჩანთით, ის უკვე იწყებს ასე ვთქვათ მიკროორგანიზმების გამრავლებას შიგნით. ეს ამიტომ შევეცადოთ რომ ის პროდუქტები დროულად მივიტანოთ სახში, რომელიც მალფუჭებადია, როგორც კი მოვიტანთ, შევინახოთ მაცივარში და თუ მას აქვს საყინულეს პირობა აუცილებლად დავიცოთ, ისიც აუცილებლად წავიკითხოთ ეტიკეტი, თუ როგორ პირობებში უნდა შევინახოთ და აუცილებლად დროში გახსნის შემდეგ იმ დროში მივირთვათ, რამდენიც ეტიკეტზეა მითითებული. ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს 12 საათი, შეიძლება ეს იყოს 3 საათი, რასაც დეკლარირებს მწარმოებელი, ზუსტად ისე გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მას აქვს ეს ვალდებულება და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ მივენდობთ აი ესეთ რეკომენდაციას. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, რამდენი კიდევ საჭირო შეკითხვა დაგვრჩა, მაგრამ არა უშავს ზაფხულის განმავლობაში ჩვენ მოვასწრებთ ყველა პროდუქტის. ნუ მეტნაკლებად მაინც ვიცით, რასთან მიმართებაში გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, ყურადღება და ნუ ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი იგივე შვილებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ეკას.